კლიმატური და ბუნებრივი ფაქტორები ადამიანების უხეში ჩარევა და ტყეზე უკანონო ზეწოლა. ეს იმ საფრთხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ტყის საფარს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის ბუნებრივი სიმდრის გაფრთხილების შესახებ. უფრო კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება კამპანია, რამდენად მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებას ტყის ეკოსისტემის დაცვისთვის და როგორია ამ კუთხით კანონმდებლობა, ამ თემაზე ვისაუბრებთ აგრორუბრიკის ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილესთან ნათიო იორდანიშვილია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრე ამ გადაცემის ფარგლებში ტყის საფარის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გაგვაჩნია რა ბუნებრივი რესურსი და რამდენად სწორად ვიყენებთ. ასევე ხშირად გაგვიშუქებია მათ შორის მოამბის საინფორმაციო გამოშვებებში ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები და ასე შემდგომ. მთლიანობაში მარტივად აღსაქმელი რომ იყოს საზოგადოებისთვის და უფრო გასაგები, გარდა იმისა, რომ ტყე ყველას გვჭირდება. რამდენად რეალურ პრობლემაზე და გამოწვევაზეა საუბარი, როდესაც ადამიანები არაკანონიერად ანადგურებენ ტყის მასივს, ჩეხენ მას და რამდენად რეალურად გვაყენებს ეს ყველა ჩვენგანს გამოწვევის წინაშე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და პირველ რიგში მადლობა თქვენ რომ ყოველთვის ინტერესდებით ტყის თემებით და დიახ, ხშირ შემთხვევაში ყოველდღიურ რუტინაში ალბათ გვავიწყდება ხოლმე, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან გვასწავლიან რომ ტყე დედამიწის ფილტვებია და ჯანსაღი გარემოც დიდწილად ამ რესურსია, ბუნებრივი რესურსია დამოკიდებული, თუმცა შემდეგ ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ხელშესახებ სარგებელს გარდა შეშისა და მასალისა ასე ტყიდან ადამიანები ვერ უღებთ, გვავიწყდება ის რისკები, რაც ამ რესურსის განადგურებას, ამ ეკოსისტემის განადგურებას შეიძლება მოყვეს. თქვენ შესავალ სიტყვას შეახსენეთ კლიმატური გამოწვევა, ჩვენ გვიწევს ასეთ ეპოქაში ცხოვრება, როდესაც კლიმატური ცვლილება გვინდა თუ არ გვინდა, ნამდვილად პირდაპირ მოქმედებს ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე. ეს არის გახშირებული ხანძრები, ძალიან თვალსაჩინოა ეს მაგალითი არის ახალი მავნებელ დაავადებები და ასე შემდეგ. ტყე თავის მხრივ როგორც ეკოსისტემა შეუძლია კლიმატური ცვლილებების შერბილებაც და ასევე კლიმატური ცვლილებაც უარყოფითად მოქმედებს მასზე, თუმცა ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევა ისევ ადამიანი და მისი საქმიანობა რჩება და დიახ უკანონო ჭრა, რომელიც ნამდვილად რჩება ჯერ კიდევ გამოწვევად, პირდაპირ აისახება ჩვენი ტყეების მდგომარეობაზე. ჩვენ დღეს თამამად საუბრობთ ამ პრობლემაზე, იქიდან გამომდინარეც, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობა შევაფასოთ და მოსალოდნელიც იყო პრინციპში ეს შედეგი, რადგან ეს არ გახლავთ ბოლო 5-10 წლის გამოწვევა, ტყეზე გადაიარა ქვეყნის ეკონომიკურმა და ენერგეტიკულმა კრიზისმა ჯერ კიდევ 20-30 წლის წინათაც და დღეს ჩვენი ტყეების დიდი ნაწილი არის დეგრადირებული, სჭირდება მას სათანადო მოვლა და სჭირდება მას სათანადო დაცვაც და სწორედ ჩვენი კამპანიის მიზანიც ეს არის, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მათი თანამშრომლობა და მათი ჩართულობა ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეეხეთ, ბუნებრივია ყველას კარგად გვახსოვს, თუ ვინმეს არ ახსოვს, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ავხსნათ და გავახსენოთ, რომ დაახლოებით 20 შეიძლება 25 წლის წინაც დიახ, სწორედ ტყის მასივს ვიყენებდით რეალურად იმისთვის, რომ გათბობის რეალური საშუალება ყოფილიყო, რამაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. აი ამ პრობლემასთან გამკლავება ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ტყის საფარის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, რეალური ხელშესახების შედეგი მოგვიტანა თუ არა, ვიდრე კამპანიის დეტალებს, აუცილებლად ცალკე ბუნებრივია გითხავთ დეტალურად, რა გვაქვს დღეს და რამდენად გვაქვს აღწერილი ბოლომდე, რა ტყის მასივს ფლობთ და შესაბამისად სად გვაქვს პრობლემა, მაგალითად რომელ ფართობებზე საქართველოს ტერიტორიის რომელ ნაწილში და სად გვაქვს უკვე გაუმჯობესებული და მიღებული უკეთესი შედეგი. დიახ, მე სწორედ ეს ვახსენე, საბედნიეროდ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია, ციფრებით შეგვიძლია ამის საუბარი. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა გასულ 2 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს მონაცემები საქართველოს, სრულიად საქართველოსთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლის რასაკვირველია და ზუსტად ვიცით მდგომარეობა აქ. სწორედ ამან განაპირობა აი ესეთი გრძელვადიანი გეგმაც რასაკვირველი არსებობს, თუ როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, აი
საზოგადოების ჩართულობის, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა, თუმცა აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვახსენო, ხანდახან გქონიათ ხოლმე რომ ეს აკრძალვები, სანქციები და ასე შემდეგ სრულიად კრძალავს ტყეში ხის მოჭრას ან მოპოვებას თუნდაც შეშისეს. არა, ტყე განახლებადი რესურსია და ის უნდა გამოვიყენოთ გონივრულად, ის აძლევს როგორც საშეშე, ისე სამესალე მერქანს ქვეყანას, მის ეკონომიკას, მოსახლეობას, თუმცა აქ არის მთავარი ამოცანა, სად, რამდენი, როგორ შეიძლება დამზადდეს ამ ყველაფერს უძღვება ეროვნული სატყეო სააგენტო, მისი ზედამხედველობით და მეტყევების ჩართულობით უნდა მოხდეს თითეული ასეთი ჭრის დაგეგმვა, რის შედეგადაც რასაკვირველია, როგორც მოსახლეობა, ისე ქვეყნის ეკონომიკა ისარგებლებს. კი ბატონო, იმისთვის რომ გავაცნობიეროთ ტყის მნიშვნელობა, თქვენ გეგმავთ საინფორმაციო კამპანიას. რას მოიცავს ეს საინფორმაციო კამპანია, რა მიმართულებებს და რამდენად შედეგზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანია იქნება მე ამას ძალიან მარტივი მიზეზის გამო ვკითხულობ. პირველი კამპანია არა, რომელიც ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორს გაუშვებია სხვა მიმართულებით, ხო? და სულ მაქვს ეს განცდა, რომ ეს ხომ არ არის კამპანია კამპანიისთვის და რომ არ იყოს უბრალოდ კამპანია კამპანიისთვის, რა კონკრეტულ შედეგებს ისახავთ მისდად, მაგალითად ამ შემთხვევაში, პირობითად, რა პერიოდს მოიცავს, 1 თუ 2 თუ 3 თუ 5 თვის მერე რა შედეგი უნდა მივიღოთ, 1 წლის მერე რა შედეგი, აი ეს ყველაფერი ხელშესახებად რომ ადამიანებმა აღიქვათ, თუ შეგვიძლია ამაზე საუბარი. დიახ, ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, არაერთი და მუდმივად და პრინციპში უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილიც არის, ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, ვიმუშაოთ მოსწავლეებთან, ვიმუშაოთ მოსახლეობასთან და პირველ წყაროდან მიეწოდებოდეთ მათ ინფორმაცია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია და არა მხოლოდ ასეთი მოწოდებები ან გაფრთხილებები. ეს საკმაოდ კომპლექსურია, ეს ნამდვილად არ მოიცავს მხოლოდ ასეთი სახის განცხადებებს, რომ კანონმდებლობა გამკაცრდა ან კონტროლი კაცრია ისედაც და ან კაცრდება. შემეცნებითი შეხვედრები, საინფორმაციო შეხვედრები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, რომ ინფორმაცია სწორად მიიღონ პირველ წყაროდან, როგორ შეიძლება კანონიერი გზებით ტყიდან სარგებლის მიღება, რა უფლებები შეიძლება არსებობდეს ტყესთან, როგორც საზოგადო სიკეთის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მუშაობა ბავშვებთან, რადგან ძირითადი სამიზნე ჯგუფი მაინც ბავშვები არიან ხოლმე თქვენ სწორად შენიშნეთ დასრული ადამიანის ქცევის და ჩვევის შეცვლა საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და ხანდახან ისეთი ეფექტური არ არის ხოლმე სწორედ აქ ერთვება კომპლექსურობა არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიისა, არამედ სხვა საქმიანობისა, რაც იგივე სანქციების გამოყენებას გულისხმობს ასეთ შემთხვევებში. რა შედეგები უნდა მივიღოთ? ჩვენ უკვე გვაქვს შედეგები, თამამად შეგვიძლია ვთქვა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური გახდა საზოგადოება, ის უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ტყის თემებით და ეს უკვე კარგი ინდიკატორია, რადგან ინტერესის გაჩენა რამის მიმართ ნიშნავს უფრო მეტ მოთხოვნილებას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ და რაც მთავარია, შემდეგ უკვე გავხდეთ გულშემატკივარი, როდესაც კარგად გავიგებთ რაიმე საგნის გარშემო ინფორმაციას. ხო, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. აქტიურია მოსახლეობა იმ მხრივ, რომ შემოდის შეტყობინებებიც ხელხაზე. აქტიურია იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი სურვილით ერთვებიან ჩვენ ნებისმიერ აქციაში იქნება ეს ენერგიების დარგვა, დასუფთავების თუ სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები. ასეთ შედეგებს ველოდებით მომავალშიც, როგორც უკვე აღნიშნე, საბოლოო შედეგები საკმაოდ ხანგრძლივადიანია ხოლმე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა, თუმცა ის რომ უკვე სახეზე გვაქვს რიგი პროგრესი, გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებულ საზოგადოებას მივიღებთ ჩვენს მხარდამჭერებად. კი ბატონო, რას მოიცავს ეს კამპანია? კამპანია მოიცავს როგორც თქვენი მედიის გამოყენებით სხვადასხვა სახის განცხადებების გავრცელებას, ასევე ძალიან აქტიურად არის ჩვენი ოფიციალური სოციალური ქსელები ჩართული იმისთვის, რომ ახალგაზრდათაობის საზოგადოება ძირითადად ინფორმაციას აქედან იღებს და ძირითადი წყარო სწორედ ეს გახლავთ, თუმცა ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოიცავს საინფორმაციო სახის შეხვედრებსაც, მოსახლეობასთან იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად თუ ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ მრავალმხრივი კამპანია და როგორც უკვე ვთქვი, არა ერთჯერადი, იმიტომ რომ ეს მუდმივად ჩვენი საქმიანობის განუყოფელი დაგვთ მოლოდინი, რომ დავუშვათ იგივე თუნდაც ბავშვები, ახალგაზრდები აქტიურად დაინტერესდებიან და უფრო მეტად ჩაერთვებიან ამ პროცესში, რადგან სოციალური
ლეგალური ქსელებით უფრო მასშტაბურად გსურთ ამის გაკეთება, რამდენად ფიქრობთ, რომ უკვე შედეგი იქნება და დაუშვათ ახალგაზრდები მის აქტიურობა იქნება რეალურად სახეზე? ჩვენ უკვე გვაქვს ამისი ნიშნები, ის კითხვები, რაც ჩვენთან შემოდის, ის რეაქციები, რაც ჩვენთან შემოდის, ამას უკვე ადასტურებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ მზარდი იქნება და არა მხოლოდ კამპანიის განმავლობაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ სატყეო ფონდის და მისი აი ამ მოვლა პატრონობისთვის ქართული კანონმდებლობა რამდენად რეალურად მორგებულია, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ დიახ, ტყის მოჭრა შეიძლება უბრალოდ მეტყევის თანდასწრებით და მეტყევის უშუალო ზედამხედველობითო, ხო? ეს პროცესი რამდენად გამართულია საკანონმდებლო დონეზე და რეალურად რამდენად სწორად ვაწვდით ადამიანებს ინფორმაციას, მათ რისი მოჭრა შეუძლიათ და სად შეუძლიათ მოჭრა, ან სად უნდა მიიღონ ამ ტიპის ინფორმაცია, თუ აქვთ ამის სურვილი ბუნებრივი. დიახ, სწორედ ერთ-ერთი კამპანიის ერთ-ერთი განხრა სწორედ ეს არის და მიზანიც, რომ ინფორმაცია ყველა იმ სარგებელზე, იმ პროცედურაზე, რაც გასავლელი აქვს ადამიანს ტყესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან მომსახურების მიღების თვალსაზრისით, სწორედ ეს არის. დაინტერესებულ მოსახლეობას შეუძლია ამ ინფორმაციის მიღება როგორც ხელხაზზე დარეკვით, 153 გახლავთ ნომერი, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს ვებგვერდის თუ Facebook გვერდის ელექტრონულად ან მხოლოდ დარეკვითაც კი, ასევე შეიძლება ჩვენ რეგიონალური სატყეო სამსახურები წარმოდგენილი გვყავს ქვეყნის ყველა რეგიონში, შესაბამისად იქაც შეიძლება კონსულტაციების მიღება ნებისმიერ დროს, ცხელი ხაზი უკვე ვახსენე, მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. რაც შეეხება პროცედურებს და საკანონმდებლო ნაწილს ამისას, მივიტყოდი, რომ საკმაოდ კარგად არის გაწერილი, ყოველწლიურად შეიძლება იხვეწებოდეს და პრაქტიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე რიგი დამატებები შედიოდეს. ეს ეხება სანქციების ნაწილსაც, სხვათა შორის არაერთ გზის გამკაცრდა სანქციები, ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ისე იმდენად მიზერული იყო სანქციები უკანონო ჭრასთან დაკავშირებითაც კი, რომ ის ნამდვილად შემაკავებელ ეფექტს ვერ იქონიებდა. მორიგჯერ ამ წლის მაისში გამკაცრდა კანონმდებლობა ამ მხრივ და ახლა უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობის საკითხსაც ითვალისწინებს განმეორებითი შემთხვევა ხე-ტყის უკანონოდ მოჭრისა, ასე რომ ამ ნაწილში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი სანქციების გამოყენება უფრო და უფრო ნაკლებად მოგვიწევს და მოსახლეობა ლეგალურად ისარგებლობს. და ჩვენი საუბრის ბოლოს წიწოვანების უკანონოდ მოპოვებაზე მივაწოდე მაყურებელს ინფორმაცია, ამ ნაწილში ნამდვილად გამკაცრდება სანქციები. რა მიიღოს სახელმწიფო ეს გადაწყვეტილება, რა მოლოდინი გაქვთ აი ამ ახალ გამკაცრებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და რა უძღოდა ამას წინ, ანუ ამდენად აქტიური იყო, ამდენად ხშირი იყო უკანონო შემთხვევები წიწოვანის ჭრის, რომ დაუშვათ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ სახელმწიფომ. კი, ჩვენ ტრადიციულად წინა საახალწლოდ ვიწყებთ კამპანიას საახალწლო ნაძვის ხეების მოჭრასთან დაკავშირებით და შედეგები ამ მხრივაც გვაქვს თვალსაჩინო ვიტყოდი, იმიტომ რომ ალბათ ყველა სახსოვს, თუნდაც 5-10 წლის წინაც ჩვენი ქალაქის რიგ ადგილებში საკმაოდ თავმოყრილი იყო ცოცხალი ნაძვის ხეები მოჭრილი წინა საახალწლოდ, ხო? ახლა უკვე სანერგეები, კერძო პლანტაციების თავაზობენ ასეთი მიზნით გამოყვანილ მცენარეებს, ან მოჭრილს, ან ქოთნითაც კი მოსახლეობას. ჩვენ ისიც ვიცით და ესეც გაზომილი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ რამდენმა ადამიანმა შეიცვალა მიდგომა და ურჩევნია, რომ მოჭრილი ნაძვის ნაცვლად ქოთანში გამოზრდილი ნაძვი ყავდეს, რომელსაც შემდეგ ბუნებას დაუბრუნებს. ეს არის ძირითადი მიზეზი, რადგან და აქ უნდა შევახსენოთ უბრალოდ მოსახლეობას, რომ აკრძალულია ტყეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ასეთი სახის ნარგავების მოჭრა. როგორი სახის ნარგავებს ვიყენებთ, ხო, საახალწლო ნაძვის ხეებად? ეს არის ახალგაზრდა ხე, რომელმაც უნდა მომავალში ტყე შექმნას და ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა ვისარგებლოთ მისგან ეკოლოგიური ფუნქციებითა თუ შემდეგ უკვე სამასალეს თუ საშეშე მერქნით. აი ეს არის ძირითადი მიზანი აკრძალვებისა, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ხეების, ახალგაზრდა წიწოვანების ტყის ტერიტორიაზე მოჭრა და თუ მოსახლეობაც უფრო გარემოსადმი მეგობრული იქნება და ხელოვნურ ნაცვლს აირჩევს, რომელსაც უფრო ხანგრძლივადიან პერიოდში გამოიყენებს, ან ბუნებრივ ნაცვლს მიანიჭებს უპირატესობას ისეთს, რომელსაც შემდეგ უკვე ბუნებას დაუბრუნებს, მხოლოდ და მხოლოდ უპირატესობები ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა, ნათია იორდანიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ.